დღეს პირველი სხდომა გაბატონებულ სამართლებრივ, რომელსაც თქვენ უძღვებით და ბუნებრივია მომიწევს რამდენიმე იმ დებულების გამეორება, რომელიც ამ დარბაზში უკვე არაერთხელ მithქვამს, მაშინაც, როდესაც აკვეთი ღონისძიების სახით ვანო მერაბიშვილს პატიმრობა შეუფარდეს და მეგირაო, მაშინაც, როდესაც წინა სასამართლო სხდომა იმართებოდა. მინდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილად არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც ვანო მერაბიშვილი, მეც და უამრავი ჩვენი მეგობარი, ოჯახის წევრი მონაწილეობთ და მინდა სრულად დავეთანხო ვანო მერაბიშვილს, რომ ამან გული არ უნდა გაუტეხოს ძალიან ბევრ ნიჭიერ და პერსპექტიულ ადამიანს, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნისთვის კარგი საქმეების კეთება, იმიტომ რომ რასაც დღეს ისინი ხედავენ, გულგატეხვის საფუძველი შეიძლება მართლა ჰქონდეთ, რომ აკეთებ რაღაცას ქვეყნისათვის და ერთ დღეს აღმოჩნდები საბრალდებო სკამზე. მაგრამ მეც გავიმეორებ იგივეს, ამან არ უნდა შეგვაშინოს ჩვენ არა მარტო 1 ოქტომბრის შემდეგ, არამედ 2003 წელსაც, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოდიოდა, მაშინაც გაცნობიერებული გქონდა, რომ ჩვენ პრაქტიკულად, როდესაც ვიბრძოდით ქართული სახელმწიფოს ძლიერებისათვის, ჩვენ ამით ვებრძოდით რუსეთის იმპერიას და ბუნებრივია ეს ბრძოლა არ ჩაივლიდა მსხვერპლის გარეშე, სამწუხაროდ ზოგჯერ ფიზიკური მსხვერპლის გარეშე და ჩვენ 2008 წლის ომის მომსწრენიც გავხდით. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რატომ არის ეს პოლიტიკური პროცესი, აქ უნდა ავხსნათ, რატომ არის პოლიტიკური პროცესი. იგი არის იმიტომ, რომ ჩვენს დაპატიმრებას და უამრავი ჩვენი თანამებრძოლის დაპატიმრებას წინ უძღოდა არაერთი განცხადება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, თავად პრემიერი ივანიშვილიც და სხვაებიც მუდმივად აცხადებდნენ, რომ ისინი ან შეწყვეტენ თავიანთ ეგრეთ წოდებულ ცილისწამებას, როგორც ისინი აღიქვამენ ჯანსაღი ოპოზიციისაგან ჯანსაღ და კონსტრუქციულ კრიტიკას, ან არადა პროკურატურასთან რიგები გაგრძელდება. და ბუნებრივია, როდესაც შენ გესმის მუქარა სახელმწიფოს წამყვანი პოლიტიკური პირებისაგან, ბუნებრივია საქართველოშიც და სამწუხაროდ საქართველოს გარეთაც იქნება შთაბეჭდილება და ეს პროცესიც ამის დასტურია, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. არა მარტო ეს ხდებოდა, არამედ ძიება და წყდებოდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც იცვლიდა პოლიტიკურ პარტიას, ვინც ნაციონალური მოძრაობიდან გადადიოდა ოცნებაში, ეს იქნებოდა თითოეული საკრებულო რაიონებში და თქვენ კარგად იცით, რამხელა ზეწოლის ქვეშ მოხდა სრული ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება პროკურატურას იყენებს პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის იარაღად. მაგრამ ამ პირობებშიც კი და გუშინ წინდელმა დღემ ეს დაადასტურა, ამ პირობებშიც კი ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და გუშინ წინდელმა მე მინდა ვისარგებლო დღევანდელი შემთხვევით და ვანო მერაბიშვილს მიუხედავად ისა, რომ მას ჰქონდა საშუალება დარწმუნებული ვარ, ედევნებინა თვალი ამისათვის, კიდევ ერთხელ გადავცე 10,000-ობით ადამიანის გულმხურვალე მოკითხვა სპორტის სასახლესთან, მის გარეთ და მთელი საქართველოდან და უთხრა, რომ ვანო მთელი საქართველო დგას შენს გვერდით და მთელი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იდგება შენს გვერდით. მიუხედავად ამისა, ძალადობა ჩვენზე არ წყდება, დღეს დილასაც იგივე ადამიანები, ვინც ძალადობას ახორციელებდნენ რაიონებში, ვინც პრაიმერიზის დროს ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს ეცროლა ქვები და წყლით სავსე ბოთლები ზუგდიდში, შემდეგ თბილისში, ზუსტად იგივე ადამიანები დღეს ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ და მოაწყვეს აქცია. ისინი მუდმივად მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ჩვენზე განხორციელდეს ძალადობა. სამწუხაროა ის, რომ დღეს პროკურატურა თანხwebdriverშია სწორედ ამ ექსტრემისტულ ძალებთან და ისტორია ბუნებრივია ამის თაობაზე შესაბამისად იმსჯელებს. მაგრამ ცუდი არის ის, რომ აქ ზიანდება ჩვენი ქვეყნის იმიჯი. მინდა გითხრათ, რომ აქ გვესწრება დღეს ლიტვიდან სტუმარი,
ვანო მერაბიშვილის ყოფილი კოლეგა და მას მინდა მე დიდი მადლობა გადაუხადო იმ თანადგომისთვის არა უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მიმართ, არამედ იმისათვის, რომ ის დგას საქართველოს გვერდზე და მისი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება იმ ფარს და იმ პოლიტიკურ პროცესს, რაც ამ დარბაზში დღეს მიმდინარეობს. მე შემიძლიათ წაგიკითხოთ ერთი კვირის წინ ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუცია, სადაც ევროპის საბჭო გამოთქვამს ძალიან ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური პარტიის ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით და გამოთქვამს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი და მართლმსაჯულების სამართლიანობა. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც ასეთ კრიტიკას ისმენ შენ ქვეყანასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენს მეგობრებს უცხოეთში ძალიან კარგად ესმით, რომ ჩვენ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ, სამწუხაროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ აირჩია ასეთი კონფრონტაციული, ქვეყნის დამაზიანებელი ნაბიჯები, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ეტაპი გასავლელია. ხა ბრალდებასთან დაკავშირებით ვიტყვი ორიოდე სიტყვას, ალბათ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ ვილაპარაკეთ იმასთან დაკავშირებით, რატომ 4000 მოწმე, რა შუაშია ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ცხოვრებაში მათ ძალიან დიდ უმრავლესობას 99%-ს თვალით არ უნახავს ვანო მერაბიშვილი, ან მე არ უნახი ვარ, თუ არ ჩავთვლით ტელევიზორში ჩვენს დანახვას. საქმე იმაში არის, რომ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში და ხორციელდებოდა დასაქმების სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა, დასაქმების აგენტებმა მოახერხეს 600,000 ოჯახში შესვლა და საბოლოოდ დასაქმების ბაზაში, რომელიც შეიქმნა და რომლის ნაწილობრივ შექმნა მოვასწარეთ, ის სრულად არ დასრულებულა, 800,000 ადამიანი მოხვდა ამ ბაზაში. ისინიც, ვინც უმუშევარი იყო, ისინიც, ვინც მუშაობდნენ, მაგრამ ასევე სურდათ, რომ ეპოვათ ახალი სამუშაო. როდესაც ლაპარაკია 600,000 ოჯახში საქართველოში, რომელსაც თავკუთარი თვალით უნახავს, რომ დასაქმების აგენტი არანაირ პარტიულ აგიტაციას არ ეწეოდა, ბუნებრივია, ძნელია საზოგადოებას დაუმტკიცო, რომ სწორედ აი ამ დასაქმების პროგრამისთვის უნდა გაასამართლო ყოფილი მთავრობის პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი. და ამიტომ საჭირო არის, რომ იჟონგლიორო რიცხვებით, თქვა რომ აი 4000 მოწმეა და ამ დროს 4000 მოწმე საერთოდ არ ლაპარაკობს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ ლაპარაკობს ჩვენზე დღეს ბრალდებულებზე. მინდა ვთქვა, რომ სამუშაო ადგილები დღეს რჩება ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად და ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობას ყავს ამდენი მხარდამჭერი და იკრებს ამდენ ადამიანს, ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ იქიდან, რომ ჩვენ 9 წლის განმავლობაში ქვეყანას ვაშენებდით. ეს გამომდინარეობს იმ პრობლემებიდან, რასაც დღევანდელი მთავრობა ვერ ჭრის და დამერწმუნეთ, რომ ამ ფონზე, როდესაც პრემიერი ივანიშვილი და მისი მთავრობა უძლურია შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დაპირობები, სულ უფრო გაიზრდება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა რიცხვი. ჩვენ ვართ ძირითადი პოლიტიკური პარტია ქვეყანაში, დავრჩებით ასეთად და ჩვენ ის ისტორიულ სიტყვას ყოველთვის ვიტყვით ამ ქვეყნის ცხოვრებაში. ეხლა მინდა პატრიცემულო მოსამართლეო, კიდევ რამდენიმე ფაქტი, რომელიც შეიძლება თქვენთვის ასევე ცნობილი არის, რამდენიმე ფაქტზე გამომახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ამას მუდმივად გავიმეორებ, იმიტომ რომ ეს ამის საბოლოოდ გამეორება მე სტრასბურგში მომიწევს, თუ რა თქმა უნდა, იმ მომენტისათვის, როცა სტრასბურგში ეს განხილული იქნება, მე არ მომიწევს საპატიმროში ყოფნა და მექნება საშუალება მე თვითონ ჩავიდე სტრასბურგში. მინდა გითხრათ, რომ როდესაც მოსამართლე ახალბედაშვილმა გამოიტანა წინასწარი პატიმრობა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ თვითონ ის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ამკვეთი ღონისძიება ვანო მერაბიშვილს და მე გირავ, ჩვენ ეს გავასაჩივრეთ ზედა ინსტანციაში და ის განიხილა სააპელაციოში არაუფლებამოსილმა მოსამართლემ, რაც პირველად გაგვიჩინა ეჭვები ქუთაისის სასამართლოს ზოგადად მთელი შემადგენლობის სამართლიანო ეჭვები იმასთან დაკავშირებით, პროკურატურას ქუთაისის საქმე ხომ არ აქვს გაჩარხული. მეორე ფაქტი, რამაც ჩვენი ეჭვი გააძლიერა, იყო შემდეგი, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე წინა სასამართლოს ხდომა დაიწყებოდა 4 თვის განმავლობაში, ბრალდებამაც დაცვამაც დააყენეს გარკვეული შუამდგომლობები და რატომღაც მოხდა ისე, რომ 6-ვე შუამდგომლობა დაეწერა ისევ მოსამართლე ახალბედაშვილს, სწორედ იმას, ვინც
წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ვანო მერაბიშვილს და ამ დროს შედარება რო ავიღოთ და საზოგადოებისათვის ცნობილი რომ იყოს. როდესაც შუამდგომლობები შედის თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მაგალითად, ან პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგალითად, იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ვანო მერაბიშვილს აქვს თბილისში, იქ ყოველთვის ეს ეწერება იმ მოსამართლეს, ვისაც იმ მომენტისათვის ცალია. ქუთაისში რატომღაც ეს ყოველთვის დავით ახალბედაშვილი აღმოჩნდა და ამან ბუნებრივია გააძლიერა ჩვენი ეჭვები. თქვენ რა თქმა უნდა და ბრალდების მხარეთ შეიძლება მიმეთითოთ ჩვენი კანონმდებლობაზე და მითხრათ რომ ამაში არაფერი ასე ვთქვათ კანონდარღვევა არ არის. დაგეთანხმებით. არაფერი კანონდარღვევა არ არის, მაგრამ უცნაური ნამდვილად არის. და ეს უცნაურობა არის, რომელიც გვიჩენს აი ამ ხელა ეჭვებს. შემდეგი, მინდა გითხრათ რომ როდესაც მოსამართლე ახალბედაშვილმა გამოიტანა გადაწყვეტილება რომ დაყადაღებულიყო ვანო მერაბიშვილის პირადი ანგარიშები, მან თქვა რომ სანამ საბოლოო განაჩენი არ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება ამ საქმეზე, მანამდე ანგარიშები უნდა იყოს დაყადაღებული. ანუ თქვა რომ სანამ თქვენ ნათია ბარბაკაძე არ გამოიტანთ საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე ყადაღა უნდა იყოს. ორი კვირის თავზე შედის პროკურატურა შუამდგომლობით ქუთაისის სასამართლოში, რომ ყადაღა მოეხსნას ვანო მერაბიშვილის საბანკო ანგარიშებს, როგორც უკვე აღნიშნე, შემთხვევით ეს ეწერება ისევ ახალბედაშვილს და ახალბედაშვილი ორი კვირის თავზე ადგენს, რომ მოიხსნას ყადაღა. 100%-ით ეწინააღმდეგება თავის ორი კვირის წინამდე გადაწყვეტილებას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად რასაც ეთყვიან პროკურატურიდან ასრულებს იმას. კიდევ ერთხელ გეკითხებით, ასეთ პირობებში ჩვენ როგორ უნდა გქონდეს სამართლიანი სასამართლოს იმედი და ის განმარტებები, რასაც მთელი დღის განმავლობაში ვანო მერაბიშვილი აკეთებდა, გამომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ ჩვენ უკვე მერამდენე პროცესზე წავაწყდით ამგვარ მდგომარეობას და თქვენ ნუ გაგიკვირდებათ, ქალბატონო მოსამართლე, მესმის რომ ძალიან რთული პროცესი არის, ჩვენ ძალიან შეგნებით ვეკიდებით აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას, რასაც იღებენ აქ წარმოდგენილი ადამიანები და ის ვინც მოსამართლის სკამში ზის, მაგრამ ძალიან კარგად უნდა გესმოდეთ ჩვენიც, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს სასამართლოს სამართლიანობასთან დაკავშირებით. და ძალიან მნიშვნელოვანი დღეს რაზედაც ილაპარაკა და მე ცლად არ შევეხები ჩვენმა დამცველმა ოთარ კახიძემ იმასთან დაკავშირებით, რომ წინა სასამართლოს ხდომის მოსამართლეს ევალებოდა დაესაბუთებინა თუ რატომ გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა ვანო მერაბიშვილს. რაც მან ასე არ გააკეთა და დამერწმუნეთ, რომ ეს სტრასბურგში გახდება მსჯელობის საგანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ სრულიად შეგნებული გვაქვს რა პროცესში მონაწილეობთ, ჩვენ ვიხდით ამ ფასს, ჩვენ ვიხდით არა მარტო იმ ფასს, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში, არამედ ვიხდით იმ ფასსაც, რომ მისი ოჯახის წევრები, უამრავი ახლობელი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვნად ნერვიულობს ამ საკითხზე. ადამიანური მომენტია და ჩვეულებრივია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და არა მარტო ჩვენ გვესმის, ჩვენი ოჯახის წევრებსაც ესმის და ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს 100,000-ობით ხარდამჭერს ამ დარბაზის გარეთ ძალიან კარგად ესმის თუ სად და რაში მონაწილეობთ და ამიტომ ჩვენ ერთი წამითაც არ გვეშინია იმისა, რომ თქვენს მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენი დადასტურდეს ის, რასაც პროკურატურა ითხოვს. და ბოლოს მინდა დავასრულო ერთი ფაქტით, გუშინ მთელმა საქართველოს მიხილა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა და საქართველოს ნომერ პირველმა მტერმა ვლადიმერ პუტინმა ოლიმპიური ჩიღრადის ანთება დაავალა რუს სამხედროს ოფიცერს, რომელიც 2008 წლის ომის დროს ბომბავდა საქართველოს და ხოცავდა ქართველებს. მაგრამ გუშინ მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი დეტალი, რომ როდესაც ეს ჩირაღდანი მიქონდა, შუაგზაზე ჩაუქრათ. და ამიტომ მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც დგამს დღევანდელ ფარს როგორც პოლიტიკურ პროცესს. ფრთხილად იყავით, მეგობრებო, რომ პუტინის ჩირაღდანი შუაგზაში თქვენც არ ჩაგიქრეთ. დიდი მადლობა.